არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ საპროტესტო აქციის დროს გამოვლენილი ძალადობის ფაქტებს გმობენ. ორგანიზაციების განცხადებით გასაგებია ის, რომ ყოფილ პატიმრებს ციხეში გატარებული პერიოდის გამო უსამართლობის განცდა დაუგროვდათ, თუმცა ეს გარემოება არ უნდა გახდეს კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამართლების საფუძველი. ამასთან ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენციული ზომების ეფექტურად გატარება ვერ უზრუნველყო. არასამთავრობოები მხარებს მოუწოდებენ ყველა ღონე იხმარონ, რათა თავიდან იქნეს აცინებული სამოქალაქო დაპირისპირება. ეფექტურობა უნდა გამოეჩინათ აი ამ დაგვარი დაპირისპირების თავიდან აცილებისათვის. ის ფაქტი, რომ მინისტრი მივიდა ამ შემთხვევის ადგილზე ძალიან დადებითია. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანები არიან აგრესიულად და ზოგ შემთხვევაში ძალიან ობიექტურად აგრესიულად განწყობილები ხომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიმართ, ამის გათვალისწინებით უნდა დაგეგმოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა ის ღონისძიება, რომელიც მომავალში შეიძლება იყოს. ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით იმ ფაქტს, რომ თვითონ მინისტრი მოვიდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ თვითონ ის ღონისძიებები, რომელიც პოლიციამ ჩაატარა, არ იყო ეფექტური.